თანამედროვე ტექნოლოგიებს ადამიანის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. კომპიუტერი და მობილური ტელეფონი ჩვენი ყოველდღიურობის თანამგზავრია. კომპიუტერის მეშვეობით შეგვიძლია ნებისმიერი სახის ინფორმაციის მოძიება, რაც ცოდის გაღრმავებაში გვეხმარება. ახალ ცოდნას ვიძენთ და უამრავ საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციას ვეცდებით. კომპიუტერი ისმის და ქმნის მუსიკას. კომპიუტერი ძირდება მხატვრული და ანიმაციური ფილმების, სხვადასხვა ტელე-რადიო გადაცემების გაფორმება. კომპიუტერის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია დავუკავშირდეთ ნებისმიერ ადამიანს სხვადასხვა წერტილიდან. ჩვენ ძირითადად ვსარგებლობთ კომპიუტერის ოპერაციული სისტემით Windows. ჩვენ ვხმობთ Windows-ის მელოდიურ მოტივებსა და სხვადასხვა ხმოვან ეფექტებს. Windows-ის მელოდიური მოტივები და სხვადასხვა ხმოვანი ეფექტები პატარა ნაწილაკებისაგან შემდგარი პატერნებია. კომპიუტერის მეშვეობით შესაძლებელი ელექტრონული კომპოზიცია პატერნებისაგან შედგება. ჩვენ უკვე მოვისმინეთ Windows-ის ხმებისგან შექმნილი პატერნები, მოტივები. ეს ხმები პატერნებისგან, ანუ მოკლე მოტივებისგან შედგება. ამ ტიპის ელექტრონული კომპოზიციები პატერნების აწყობით იქმნება. ყველა ტელეფონს სპეციალურად შექმნილი ტელეფონის ზარები აქვს. ჩვენ ახლა წარმოგიდგენთ დადგმულ სცენას, თუ როგორი ხმა აქვს ყველა ტელეფონს. ჩემ ტელეფონს ასეთი ჟღერადობა აქვს. ჩემ ტელეფონს ასეთი ჟღერადობა აქვს. საკმარისია. ჩემს კი ესეთი. ჩემს ტელეფონს ასეთი ჟღერადობა აქვს. ჩემ ტელეფონს ასეთი ჟღერადობა აქვს. ჟღერადობები იქმნება პატერნებისგან და ლუპებისგან. გამეორებად მოტივს, რითმულ მონახას, ხმოვან ეფექტებს და პატერნი ჰქვია. რამდენიმეჯერ გადავწყვეტ ერთსა და იმავე მუსიკალურ მონაკვეთს. ისე რომ გადავლის ადგილი პური შეუმჩნეველი რჩება, ლუპი ეწოდება. ლუპი პატერნებისგან შედგება. იყო მობილური ტელეფონი შენი მელოდიური აფისის მეშვეობით უკავშირდები ახლობლებს, აგზავნის შეტყობინებებს და ასე შემდეგ. მე გამოვიყენე მობილური ტელეფონის ხმები და კომპიუტერული პროგრამის დახმარებით კომპოზიციების შექმნილი. ინტერნეტ სივრცეში უამრავი პროგრამა, რომელთა დახმარებით მუსიკალურ კომპოზიციებს ქმნით. ასეთი ერთ-ერთი პროგრამაა SuperPC. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მუსიკის სამყაროში მოგზაურობას შევძლებთ. მუსიკალურ კომპიუტერული პროგრამების დახმარებით კი საინტერესო კომპოზიციებსა და ვიდეო თამაშებს შევქმნით. ვიდეო თამაში მუსიკალური და ხმოვანი ეფექტების თანხლებით მიმდინარეობს. მრავალი პროგრამით კომპიუტერული თამაშებისთვისაც შეგვიძლია მუსიკალური თანხლების შექმნა. ამისთვის არ არის აუცილებელი იყო პროფესიონალი მუსიკოსი. ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულია უამრავი სახის კომპიუტერული თამაში. ისინი ყველა ასაკის ადამიანს აინტერესებს. ინტერნეტის საშუალებით დედამიწის სხვადასხვა წერტილში შეგიძლია გაიცნო სხვები, ეთამაშო მათ, დაუმეგობრდე მათ და შენი შეხედულებები გაუზიარო. მოდეს თამაშის საინტერესო არ იქნება. თამაშის წესები, აგრეთვე მუსიკასაც აქვს დასაწყისი, შუა ნაწილი და დასასრული. თამაში დროს შეიძლება მუსიკა იყოს ახასიათო, საბრძოლო, დაძაბული, მხიარული და ბოლოს კი გამარჯვებული. როცა მიაღწევს ფინიშს, ფერულკების ხმა ისმის. თუ რამდენი ადამიანი მონაწილეობს პროგრამის შექმნაში. პროგრამისტები აპროგრამებენ თამაშის ლოგიკას და ფუნქციონალებს. ხმის დიზაინერები პასუხისმგებლები არიან თამაშის აუდიო ნაწილებზე, როგორიცაა მუსიკა და დიალოგი. თამაშის შექმნაში მონაწილეობენ დიზაინერები, რომლებიც ზრუნავენ ვიზუალური ელემენტების დახტვაზე. 3D არტისტები კი ქმნიან სხვადასხვა პერსონაჟების ანიმაციებს. სწორედ ამიტომ კომპიუტერული თამაშების საუნდტრეკებს საკმაოდ დიდი მნიშვნელობა ენიჭება. სიტყვა საუნდტრეკი ნიშნავს სპეციალურ შექმნილ მუსიკას. ზოგიერთი თამაშის მუსიკა მოთამაშის აჰიპნოზებს, ზოგიც კი ეხმარება იმ ადგილმდებარეობის ატმოსფეროში გაეკვეს. აგრეთვე კომპოზიტორმა კოიტი სეგუნმა შექმნა საუნდტრეკი თამაშისთვის Dragon Quest. წარმოგიდგენთ ჩემს საყვარელ თამაშს. გასაგებია. დღეს მე გადავხმოთ თამაშ ბრაუზერს. როდესაც შეხვალთ თამაში აჭერთ დაწყების ღილაკს. როცა თამაშს იწყებთ, ხარ 10 კაცი. შენ უნდა შეგრება მოიგო. მოგებული მიიღეთ თასებს.
Თქვენი მიზანია გააძლიეროთ ბრაულერები და რაც ყველაზე მთავარია, ყოველთვის გამოდის ახალი სეზონები. და თქვენ ამით ძალიან დანერგები და თქვენ ასევე შეგიძლიათ სხვადასხვა მეტყველე თამაში. ინტელექტი. მე წარმოვადგენ პრეზენტაციას ხელოვნურ ინტელექტზე და ვიტყვი მათ ვილაპარაკებ მათ ტიპებზე და როგორ ზეგავლენას იწვევს ჩვენს მომავალს. მე-6 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლე ანიკო ხუბულავა. კომპლექსური დავალება. ჭკვიანი ინტელექტი. თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ტექნოლოგიაა. იგი გულისხმობს კომპიუტერული სისტემების შექმნას, რომლებსაც შეუძლიათ ადამიანის მსგავსი ამოცანების შესრულებას, მათ შორის ლოგიკური დაშლების გამოტანას, სწავლა, გადაწყვეტილებების მიღება და პრობლემების გაზრდა. ჭკვიანი ინტელექტის ტიპები. ჭკვიან ინტელექტს ძირითადად 3 ტიპი აქვს. ჩემს საყვარელ თემას მარტივ ლოგიკას. მარტივი ლოგიკა მართლაც ჭკვიანური თამაშია, როდესაც მის თამაშს დავიწყებთ, ხდება ეტაპი, რომლებიც უნდა დავიაროთ. ამ თამაშის მიზანია, რომ ორი ფოტოს დახმარებით გამოიცნოთ თავად სიტყვა, ანუ პასუხი. როდესაც პირველ ეტაპს ჩვენ გავიმარჯვებთ და გადავდივართ მეორე ეტაპზე. თქვენ ყველა ეტაპი აი არის. ეს ნიშნავს, რომ თქვენ საკმაოდ გონიერი ხართ. მადლობ ვიდეოს చూდებით. ნახვამდის. თამაში არის Roblox-ი და მინდა წარმოგიდგინოთ ჩემგან შექმნილი ვიდეო. Roblox-ი ერთ-ერთი ცნობილი თამაში, რომელსაც ყველა თამაშობს. Roblox-ში შესვლისთანავე შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ და ითამაშო უამრავი სხვადასხვანაირი ტიპის თამაშები. Roblox-ში სხვადასხვანაირი ტიპის თამაშებია. კვლევებმა დაადასტურა, რომ კომპიუტერის თამაშების თამაშით ასევე შეგიძლია შენ განავითარო შენი ტვინი, როგორც ველოსიპედის ტარებით და ასევე წიგნის კითხვით. ვირტუალური თამაშის გარდა არსებობს ცოცხალი თამაშები, რომელზეც ადამიანი თავად მონაწილეობს. ესეთია სპორტული ჟანრის თამაში ლარპი, რომელსაც საბრძოლო მოქმედების თამაშად აწარმოებენ. ირჩევენ პერსონას, ირქმევენ სახელს, ქმნიან ნიარაღს. შესაბამისად იმოსებიან და ბრძოლებში მონაწილეობენ. მოგესალმებით, მე ვარ მე-6 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლე. ბარბარე ჭამპიონი, საგანი, მუსიკა. მასწავლებელი მაია დარასელია, წარმოგიდგენთ დავალებას მუსიკაში. Subway Surfers არის უსასრულო რბოლის Endless Runner ტიპის მობილური თამაში. თამაშის მიზანია მოთამაშე მართავს პერსონაჟს, რომელიც გარბის სოციალური პროგრამა, რომლის გამოყენებით კომპიუტერული მუსიკა იქნება. კომპიუტერული თამაშის მიმდინარეობისას ადამიანი აქტიურად აზრობს და მოვლენებს სწრაფად რეაგირებს, რაც ვიდეო თამაშის დადებითი მხარეა. არსებობს სხვადასხვა ტიპის კომპიუტერული თამაშები, სათავგადასავლო თამაშები, როლური თამაშები, სტრატეგიული თამაშები, შურები, საბავშვო თამაშები. თამაშია სახელად Roblox-ი. ანა ჯამპუა, სწავლობ ნომერ მე-6 საჯარო სკოლაში. დღეს მე მინდა წარმოგიდგინო ონლაინ თამაში Roblox-ი. Roblox-ში შეგვიძლია ვითამაშოთ მეგობრებთან და სხვადასხვა ქვეყნებთან. სხვადასხვა სახის თამაშები. ასევე შეგვიძლია ჩავაცოთ ჩვენ პერსონაჟს ჩვენთვის სასურველი ტანის სამოცილო. ყველა პროგრამა თამაშს ასევე როგორც მოხდა მუსიკა ამოწევს. მუსიკა რომ არ იყოს, საინტერესო არ იქნებოდა. მუსიკა დადებულ მომენტებში გვეხმარება. თამაში მარიო შეიქმნა 1991 წელს სახელწოდებით Jumpman's. ხოლო 1985 წელს სახელწოდებით Super Mario Brothers და გახდა ერთ-ერთი საინტერესო და პოპულარული თამაში. თამაშებისა და მუსიკის ურთიერთობა. 1980 წლის შემდეგ უფრო მეტი ადამიანები ჩაირთვა და გამოუშვეს ძალიან კარგი თამაშები. ასევე არიან ძალიან უნაგარი კომპოზიტორები. მინდა წარმოგიდგენთ ერთ-ერთ კომპოზიტორს, რომელიც არის კოძი კონდო. მან შექმნა საუნდტრეკები Super Mario, Legend of Zelda და ასე შემდეგ. PUBG Mobile.
სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლე ალექსანდრე ლაპარაკი. მე წარმოგიდგენ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ თამაშს PUBG Mobile-ს. როდესაც თამაშის შევდივართ, ჩვენი მიზანია მოვყვათ 100 კაცი. ეს 100 კაცი დაყოფილია გუნდებში. ერთ გუნდში შეიძლება იყოს 4, მეორე გუნდში შეიძლება იყოს 3, ან მესამე გუნდში შეიძლება იყოს 2. როდესაც ხმელეთზე ჩვენი მიზანია მოვყვათ დამატებული მოთამაშეები. ამისათვის გაგრძელდება იარი. ჩვენ შეგვიძლია შევიდეთ სხვადასხვა სახელში და მოვიპოვოთ იარი, რომლითაც შემდეგ კაცის მოყვა შეგვიძლია. ჩვენ საყვარელ თამაშს Clash Royale-ს. სკოლის მეხუთე A კლასის მოსწავლე გაბრიელ მანუბაშვილი. მე დღეს წარმოგიდგენ თამაშის სახელს Clash Royale-ს. ახლა აღნიშნავ თამაშის წესრიგი. თამაში როდესაც შეგვიძლია თქვენ უნდა აიძულოთ ჩვენი მოწინააღმდეგეები. შემდეგ ჩვენ უნდა დავაჭიროთ საქმის ღილაკი. ჩვენ დაგწდება მოწინააღმდეგეების კოშკურები, რომელიც უნდა გავანადგუროთ. განადგურების შემთხვევაში ჩვენ ვიღებთ პრიზებს. ახლა კი მოგახსენებთ თამაშის საუნდტრეკს. სიმღერაში მუსიკა ეთება არა მარტო კინოსთვის, თეატრისთვის, არამედ ვიდეო თამაშებისთვისაც. მუსიკას დიდი ადგილი უკავია პროგრამულ თამაშებში. მუსიკა რომ არ ერთვადეს თამაშს, ის საინტერესო არ იქნებოდა. ყველა თამაშს აქვს თავისი წესები და სტრატეგია. აგრეთვე მუსიკასაც აქვს დასაწყისი, შუანაწილი და დასასრული. თამაშის დროს მუსიკა შეიძლება გაისმოს სახასიათო, საბრძოლო, დაძაბული, მხიარული და ბოლოს კი გამარჯვებული. პირველი თამაშია EA Sports FC Mobile. ცნობენ მე-6 საჯარო სკოლის მე-5 A კლასის მოსწავლე ალექსანდრე ჭურჭუმია. მე წარმოგიდგენ თამაშს EA Sports FC Mobile. EA Sports FC Mobile საყოველთაოდ ცნობილი როგორც EA FC Mobile და ადრე ცნობილი როგორც FIFA Mobile 2023 წლის 26 სექტემბრამდე არის ასოციაციის ფეხბურთის სიმულაციური ვიდეო თამაში, რომელიც შემუშავებულია EA Mobile-სა და EA Canada-ს მიერ და გამოქვეყნებულია EA Sports-ის მიერ გლობალური ვერსიისთვის, Tencent Games ჩინური ვერსიისთვის და Nexon იაპონური და კორეული ვერსიებისთვის, iOS და Android-ისთვის და მის გამოვიდა 2011 წლის 10 დეკემბერს, როგორც FIFA Ultimate Team მობილური თამაშების შემცვლელი iOS და Android. მე წარმოგიდგენ ჩემს საყვარელ თამაშს Coolboy. Coolboy რანევე ბიჭი, რომელიც ასწავლობს და ყოველთვის თამაში უნდა, ამიტომ გაურბის მის მშობლებს და თამაშობს გარეთ. და თუ მისი მშობლები დაიჭერენ, მას ასრულებინებენ სხვადასხვა დავალებებს. დედა, რომელიც საუზმეს ამზადებს და მამა, რომელიც ფეხბურთს უყურებს, კაცრები არიან. თამაში გაქვს შენ მხოლოდ 4 სიცოცხლე. ამიტომ შენ უნდა იყო ფრთხილად, რათა მშობლებმა არ დაგინახონ. ბოლოს, როდესაც შენ გაიპარები, ისმის მხიარული მუსიკის ხმა. გირჩევთ, ეს თამაში ითამაშოთ. მადლობა მოსმენისთვის და გემშვიდობებით. თამაშებია მუსიკალური, მოვალეების ეფექტური თანხმობა. Zero, zero.
წარმატებების სურვილ. პროექტი ჩემი საყვარელი თამაში. დღეს ვისაუბრებ 6:25-ზე, რომელიც ჩემი საყვარელი თამაშია. თამაში შეგიძლია აირჩიოს საყვარელი გუნდი და ქვეყანა. დაწყებისთანავე თამაში გუნდები თავიანთი მსხერია. ყველაზე მაგარი მომენტი ამ თამაში ის არის, როცა ბურთი შენ გაგზავნა გიწევს გოლის გატანა. თამაში ისეთი ადამიანები თამაშობენ, რომლებსაც ნაბურთი ძალიან უყვართ. სწორედ ამიტომ მიყვარს მე ეს თამაში. მისი რეალურობით, მისი ხარისხით. სწორედ ეს ხდის ამ თამაშს უნიკალურს. იმედია 6:25 თქვენ დაგაინტერესებთ. მადლობა ყურადღებისთვის. ნახვამდის.